შეგვეძლო საქართველოში სამხედრო ძალების შეგვიყვანა და ამით ადგილზე სამხედრო ყოფნის დემონსტრირება მოგვეხდინა. საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის ომი ვლადიმირ პუტინის გაცხადებული გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც რუსეთს საბჭოთა იმპერიის აღდგენა და მეზობელი ქვეყნების დამორჩილება. 18 წლის შემდეგ ასე აფასებს აგვისტოს ომს დაგლას ლუტი. ლუტი 2008 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო. ის მიიჩნევს, რომ დასავლეთს რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მეტი შეეძლო გაეკეთებინა და ეს აუცილებელიც იყო. 2008 invasion by Russia of Georgia. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამდე და საქართველოს ორი რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიტაცებამდე, რომლებიც რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს. ყურადღება უნდა მიგვექცია იმაზე, რაც ვლადიმირ პუტინმა 2007 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მან იქ საკუთარი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა. პუტინის ალბათ ყველაზე ხშირად ციტირებული ფრაზა ისაა, რომ მისი ხედვით საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი კატასტროფა იყო. ამრიგად გზავნილი ჯერ კიდევ 2007 წელს იყო ნათელი. 2008 წელს მან ეს საქართველოში საქმით აჩვენა. ვიტყოდი, რომ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიითა და დონბასის დესტაბილიზაციით მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა იყო მისი სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა არსებითად გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად დაიცვას ის სივრცე, რომელსაც თავად ახლო საზღვარგარეთად მიიჩნევს. შეძლების დაგვარად აღადგინოს იქ ტრადიციული რუსულ საბჭოთა იმპერია და დაიმორჩილოს მეზობელი სახელმწიფოები. ეს ყველაფერი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე სერიოზულად აშკარა გახდა. თუმცა ამ გეგმის ნიშნები მანამდეც დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა. როდესაც წარსულის მოვლენებს უყურებთ, ყველაფერი გაცილებით მკაფიო და აშკარა ჩანს. 2007 და 2008 წლებში შესაძლოა ეს ამდენად თვალსაჩინო არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ 2008 წელს მეტის გაკეთება შეიძლებოდა და საჭირო იყო მეტი გაკეთებულიყო. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი იამ ბჟეზინსკი ფიქრობს, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დასავლეთის პასუხმა ვლადიმირ პუტინს მისცა მეტი გამბედაობა იმისთვის, რომ მომდევნო წლებში უკვე უკრაინის წინააღმდეგ ემოქმედა. იამ ბჟეზინსკი იხსენებს, რომ მაშინ როცა რუსეთის ჯარები თბილისის აღებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, სწორედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ჩარევამ მოსკოვს ამ განზრახვიდან ხელი ააღებინა. 2008 წელი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მკაფიო გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, ან იყო კიდეც. ეს უნდა დაგვენახა და შესაბამისი ნაბიჯები გადაგვედგა. ამის ნაცვლად მას შემდეგ, რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილის დატოვება აიძულეს, ჩვენ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით დაუყოვნებლივ დაუბრუნდით რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას. ამან პუტინს მეტი გამბედაობა შემატა. როგორც დღეს აშკარად ხედავთ, მას არ აუღია ხელი ამბიციაზე საქართველოს თავის გავლენას დაუქვემდებაროს. ამან აშკარად გაუმყარა რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგად შეეძლო ემოქმედა ტრანსატლანტიკური საზოგადოების გადამწყვეტი პასუხის გარეშე. სწორედ ასეთი შედეგები მოჰყვა იმას, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოხდა. პრეზიდენტ ბუშის მიმართ სამართლიანები რომ ვიყოთ, ჩემი აზრით ამ კონფლიქტში, სწორედ მისმა ჩარევამ აიძულა რუსები უკან დაეხიათ. მათ საქართველოს მთელი ტერიტორია არ დაუტოვებიათ, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილიდან გავიდნენ. ისინი დედაქალაქის თბილისის აღებასთან ახლოს იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რისი გაკეთება შეიძლებოდა დამატებით. შეგვეძლო საქართველოში სამხედრო ძალების შეგვიყვანა და ამით ადგილზე სამხედრო ყოფნის დემონსტრირება მოგვეხდინა. ასევე უნდა გაგვემკაცრებინა და აუცილებლად შეგვენარჩუნებინა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. მანამდე სანამ რუსეთის სწორგადაწყვეტილებას არ მიიღებდა და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არ გავიდოდა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონში და ზოგადად დასავლეთში ხშირად მოისმენ შეფასებებს იმის შესახებ, რომ 21 საუკუნეში კრემლმა საკუთარი გეგმის შესრულება საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლს დღესაც არ უთქვამს უარი საკუთარ ამბიციაზე საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვოს.